like when last no one's around for you. I won't stop. No, 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 no. I won't stop. ბაყაყებო, გაიმეორეთ. ვიმეორებთ. არ მესმის აქ რა ხდება? მასწავლებელი მაიკი ნახე? გოგოებო, მოდი ჩვენ ერთად იყავით. კიდევ გაიმეორეთ, ბაყაყებო. მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ. მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. კოსტა. მიდი, ბურთი გადმოაგდე. მარცხნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. კოსტა, შეეშიგო მეშვეობის ხურება, სხვა და გავუწდა, ვარჯიშობთ. ხო, ახლა. მეგობრებო, გოგოები უკვე მეორე დღე არ მოსულა, ყველაფერი მორჩა. მასკოთ, გოგოები სად არიან? ხო გითხარი, რო დღეს მოვიდოდნენ. თუ ყველაფერს არ გვეუბნები. მეგობრებო, მე არაფერს არ გიმალავთ, მართლა არ ვიცი სად არიან. ვერ ხვდები ასე რატომ აღჭერდებით, მართლა არ ვიცი. მეგობრებო, ამას არ გვენდობი. ხო, ჩვენთვის ბევრჯერ მოუტყუებია. აბა რა უნდა გავაკეთოთ? რავი, შეგვიძლია ზომბების სახლში მივიდეთ და ჩვენი გოგოები ჩვენით ვნახოთ. ხო, უნდა გავიგოთ ვარჯიშებს რატო აღარ ესწრებიან. ხო, კონკრეტული მიზეზი უნდა ვკითხოთ. ბაყაყებო, გააგრძელეთ. მიდით. მეგობრებო, მალე გამდება და ჯობია სახლში შევიდეთ. მასწავლებელმა იქ წვეულება უნდა. ჩვენს გვინდა. რა? წვეულებაო? ვა, ეს რა არის? ფეხბურთელები მაგრები არიან, არა გოგოებო? ეს რა იყო? გონი ჩვენი წასვლის დრო. არა და ყველაფერი კარგად დაიწყო. მარჯვნივ, მარცხნივ. კოსტა, გოგოებს რა დაიმართათ? არ ვიცი. გამარჯობა კალათბურთელებო, აქ მოვედით რომ ვივარჯიშოთ. მასკოტ, მზად ხარ ვარჯიშისთვის? გოგოებო, ნახეთ, ყველა შოკშია. არ მესმის კალათბურთელებო, რა პრობლემაა? ჩვენ ხომ ბანი ვართ. ხო, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ცოტა გაღიავდნენ. ხო, გავღიავდით. გოგოებო, გვეხუმრებით ხო? გადაწყვეტეთ რომ ყველა ჩვენი კლასელი შეგეშინებინათ ხო? მაგარი. ხო, ისე ჩვენი შეშინებაც გამოგივიდეთ. არავის შეშინება არ გვინდა, უბრალოდ სავარჯიშოდ მოვედით. მასკოტ, მოდი და მოგვესალმე. მასკოტ, არ გესმის? ხო, თუ შენც უნდა გეშინოდეს ჩვენი. მე ამ ბაჭიაჩი ლიდერებს არ ვიცნობ. მე სხვა ადამიანებს ვიცნობდი. კარგი გოგოებო, ბევრი ლაპარაკი როგორც შენც არ არის საჭირო. ვივარჯიშოთ. ხო, ვივარჯიშოთ. 1 2 3 4 G A M A R J V E B A გოგოებო, აგვიხსენით თქვენ გარეგნულებას რა დაემართათ? G A M A R J V E B A მასკოტ, მოგეთ მეგობრებო, გოგოების ზვები გახდნენ. რა ზვი? ასობგერაზე რას ნიშნავს? ვერ ხვდები ან მას გვასწავლი? გითხარი გოგოებს რა დაემართათ? ზომბები არიან, ზომბები, ზ მაგას ნიშნავს, ნამდვილი ზომბები გახდნენ. ყველა მერის გარდა. რა? არა. გამარჯვება, ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა, ბანი გაიმარჯვებს. კარგი მასკოტ, მიდი გოგოებთან ვარჯიშე. რა? არა, არასდროს. არა, შევუერთდი და ყველაფერს უკეთესად გაიგებ. ხო, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. მოგეთ გოგოები თუ მართლა ზომები არიან, უნდა გადავარჩინოთ. არა, მეგობრებო. მიდი. გოგოებო, თქვენთან ერთად ვივარჯიშებ, ხო შეიძლება? ბაჭიაჩი ლიდერები ყველაზე მაგრები არიან. ხო, მასკოტ, შემოგვიერთდი, მზად ხარ რომ გაიმეოროთ ჩვენი მოტო? კი! კარგი, მოდით ეს გავაკეთოთ. ბანი მაგარია, ბანი საუკეთესოა, გავიმარჯვებთ. კალათბურთელებო? ხედავთ, გოგოები კარგ ხასიათზე არიან. გოგოები არა, ზომბები არიან. გონი ისევ გვეფლირტავებიან. ჯანდაბა, ხიფათი უფრო ახლოს და ახლოსაა. ხო, დამღალეს ამ ბიჭებმა და ამ გოგოებმაც. გოგოებმა არა, კრევეტებმა. კარგი, ეგ არ არის მნიშვნელოვანი. იცა, ბაჭიები დაინახე. დავინახე, მაგრამ ჩვენთან არ მოსულან, შეგვიძლია გავერთოთ. მეგობრებო, ყველა დაძრავნით, სიტუაციის კონტროლი უნდა მოვახდინოთ. მასწავლებელმა იქ მათ მშობლებს უნდა დავურეკოთ. ხო, ეს უკვე ზედმეტია, უნდა მოვიშოროთ. პატრიკ, შიგნით შევიდეთ. არ შემიძლია შიშის გამო ფეხებს ვეღარ გწნობ. პატრიკ, მე დაგეხმარებ. ვა, მადლობა. არა და ჩვენ უბრალოდ ჩვენი გეგმის შესრულება გვინდოდა. და რა, ახლა ყველაფერი უნდა გავაუქმოთ. ვერ ხედავ რომ უფრო მეტი ზომები არიან. მოიცა ჩემ მანქანას ვერ დავუბრუნებ, შეგიძლია დაიბრუნო. მარტო გოგოებს რა დაემართა, ძალიან ლამაზები იყვნენ. ლამაზი? აი, ეგ არის მაკიაჟის ძალა. აბა რას ფიქრობ ჩემს თმაზე? ლამაზი. კარგი გოგოებო, ძალიან კარგად ვივარჯიშეთ. კალათბურთელებო, ხვალ გნახავთ, მასკოტ, მოხვალ?
რა თქმა უნდა, მასკოტიც იქნება. ხო, მასკოტ. ხო, ვიქნები. მშვენიერი, მაშინ ხვალ გნახავთ, კარგად. მეგობრებო, ხო კარგად ხართ? არა, შენ არ ხარ კარგად, გოგოებს პრობლემა აქვს. ასე რომ მშობლებმა ნახონ დასასრული იქნება. მშობლები ამას ვერ გაუძლებენ. და გაუძბურთელებო, მანდა მაინც ვერ ატომ. იმიტომ რომ კარგი ჯერ დავსხდეთ. მოკლედ, ლოგიკურად რო დავფიქრდეთ, გოგოებმა ზომბებს აკუცეს და მერე ზომბები გახდნენ. ახლა მათ ნორმალურ ადამიანებს უნდა აკუცო და ისევ ნორმალურები გახდებიან. მაინც ვერ ხვდები, მე რა შუაში ვარ, მათ არ ვაკუცებ. მასკოტ, იმ შუაში ხარო, შენ გარეშე ვარჯიშს შეწყვეტენ. მოკლედ, მეგობრებო, უნდა მოვიფიქროთ გოგოები როგორ დავიბრუნოთ, რომ მე რა ვაკუცოთ. რთული იქნება, ამ ბოლო დროს არაფერი არ გამოგვდის. ხო, თან ამ სახლიდან ჩვენ თვითონ გავაგდეთ. ხო, ამაზე თავიდან უნდა გეფიქრათ. ახლა კი ეძახით, მასკოტ, შენ გარეშე ვარჯიშზე აღარ მოვლე. იქნებ მე თვითონაც მეშინია. მასკოტ, არ უნდა გეშინოდეს, მაინც ჩვენი გოგოები არიან და ყველაფერი გამოგვიო. ზებრები მაგრები არიან, ზებრები ყველაზე ძლიერები არიან, ზებრები აუცილებლად გაიმარჯვებენ. ხო, ხედავ როგორი მონდომებულია, არასდროს არ მოკვდება. კარგი წაბო, ხელი არ შეუშალოთ. რაც არ უნდა ცადო, რომ ის შემოყვარდეს, მაინც არ მოხდება. ზაგად დაწრალდი, ხო არ გავიწდება, რომ ჩემი და ზალინა, ყველაზე მაგარი ხარ, შენი გუნდი გეყოლება. ზებრები მაგრები არიან, ზებრები ყველაზე ძლიერები არიან, ზებრები აუცილებლად გაიმარჯვებენ. მეგობრებო, ცოტა ხანი არ გინდათ მანქანებზე თამაში, დავასვენოთ. ადამიანები ხო არ არიანო, დაიხალონ. მეგობრებო, ისევ უკვე დიდი ხანია, რაც გოგოები არ მოსულან. არ ნერვიულოთ, მაინც ზომბები არიან და ჩვენს გარდა ვერსად ვერ წავლენ. მომისმინე პატარა, არ გინდა რომ ერის აკუცო. არა, არ მინდა რომ შენაირი ადამიანი გავხდე. კარგი შეეშვი ჩემდაცინოს, ხო იცი ბოლოს მაინც გავხდები ზომბი. ბიჭებო, ძალიან კარგი ვარჯიში მქონდა, მარტო თქვენი შეყვარებულები არ არიან ჩირლდერები, მეც ჩირლდერი ვარ. მაგარია, ოჩახ, ზალინა, შენი ძალიან მომოყვ. და შენ ვარჯიშებს რა აზრი აქვს, ჯგუფი თუ მაინც არ ყავს. ზაკატ, ხომ იცი რომ ყავდა გუნდი, მაგრამ ისინი მომისმინე ზაკატ, დაძრალდი, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, ჩემი და არის. და მე რა, იცოდე, ეს ჩვენი მეგობრობის დასასრული იქნება და ამ სახლში ვერასდროს ვეღარ შემოხვალ. კარგი, ხო გეყოთ გამოთი. ოჩახ, ზალინა, კარგია რომ ვარჯიშობ, მაგრამ შენი ჯგუფი მართლა გჭირდება. და რა უნდა უქნა? ბანის გოგოებს არ უნდათ რომ მათ გუნდში მე ვიყო. არა ზალინა, არ გამოვა, დიანაც კაპიტანია, ის ბაჭიების კაპიტანია, შენ ზებრების კაპიტანი ხარ. მოკლედ ზალინასთან ყველაფერი ძალიან რთულია. საკად. კარგი, ხო, ჩუმად ვარ. იდეა მაქვს. იქნებ თქვენ გახდეთ ჩემი გუნდი. ზალინა. არა, გთხოვთ, მხოლოდ ვარჯიშებზე. ზებრები ძალიან ძლიერები არიან. მიდით რა. არა, მართლა დაგვერხა. შენს დას უარს ხომ არ ეტყვი? მიდით მემო, თქვენ დას მხარი დაუჭირეთ. კარგი. მეგობრებო, სერიოზულად იწახით. ზებრები მაგრები არიან, ზებრები ყველაზე ძლიერები არიან, ზებრები გაიმარჯვებენ. ზებრები მაგრები არიან, ზებრები ყველაზე ძლიერები არიან, ზებრები გაიმარჯვებენ. ზებრები მაგრები არიან, ზებრები ყველაზე ძლიერები არიან, ზებრები გაიმარჯვებენ. ზებრები მაგრები არიან, ზებრები ყველაზე ძლიერები არიან, ზებრები გაიმარჯვებენ. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, დღეს ყველანი ოთახებში ფანჯრებს ვკეტავთ და კარებებსაც. გასაღები შვიჯერ გადაატრიალეთ და პაროლიც დააყენეთ. მასწავლებელო მაიკ, ეს სახლი ძალიან ცუდი იღბალი არის. ხო, გოგოები ზომბებიც კი გახდნენ, ჩვენა გველდება. იცით რა, ბებია, ჩემი 108 წელია ცხოვრობს და არ ესიამონება ასეც რომ დამინახავს. 108 წელი? მისი ზოდიაკო რა არის? ისა, ახლა ამის დრო არ არის. მეგობრებო, ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ. ვიცი რომ გაბრაზებულები ხართ, მაგრამ უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია. სანამ ამ ბანაკში ვართ, ყველამ ერთმანეთს უნდა დავიცვათ და სახლიდან არ უნდა გავიდეთ. მასწავლებელმა ეკრატო არ უნდა გავიდეთ. დიმას თავისი გეგმა აქვს შესასრულებელი და გარეთ გასვლა ჭირდება. არა, კოსტა, გარეთ მარტო გასვლას არ ვაპირებ. ანუ აღარ იმუშავებს ტრეილერი? ჰეი, მასწავლებელო მაიკ, ეს ჩვენი სამსახურია. ხო, მე ჩემ თავს შევიდი რომ მანქანისთვის ფულს შევაგროვებდი. მეგობრებო, თუ გინდათ რომ ბაჭიების შეცდომები გაიმეოროთ, მაშინ კარგი შეგიძლიათ გახვიდეთ. მაგრამ მე მშობლებს ყველაფერი თქვენ უნდა აუხსნათ. ესე იგი ჩვენი დასვენება დამთავრდა? ხო, დასვენების დროს სახლში როგორ უნდა ვისხდეთ? მე ბაჭიების არ მეშინია, მაინც ჩვეულებრივი გოგოები არიან. მეგობრებო, მეხუმრებით ერთი კვირა მარტო რაც ჩამოვედი და უკვე ასეთი რაღაცები ხდება. დაწყნარდი. შეიძლება რაღაც ვთქვათ? გისმენთ. ვიცით ეს სიტუაცია როგორც უნდა შევცვალოთ. გავწირავთ საკუთარ თავს. ხო, და ზომბები აღარ იქნებიან ამ ტერიტორიაზე, ბიჭები მაინც. კარგია გომოშვებო, მომეწონა რომ სიტუაციის გამოსწორება გინდათ, მაგრამ ჩვენ საგვახსენით ამას როგორ აპირებთ. შეგვიძლია ვაკოცოთ ზომბებს და ადამიანები გახდებიან, მაგრამ თქვენი დახმარებას გვჭირდება. ხო, უნდა დაიკავოთ რომ არ გვცემონ. ვაუ, ბაყაყება ყველაზე ჭკვიანები ხართ. ჩვენ შეგვიძლია ვაკოცოთ. დაწყნარდით, ყველაფერი სერიოზულადაა და თქვენ კოცნებზე საუბრობთ. მეგობრებო, რატომ არ გისმით რომ ყველაფერი სერიოზულადაა? საფრთხის ქვეშ ვართ. ჯანდაბა გოგოებო, შოკში ვარ. კალათბურთელები როგორები იყვნენ, როცა დაგვინახეს? ხო, მთელი სახლი როგორი იყო, როცა დაგინახეს? ჯანდაბა გოგოებო, დამავიწყდა ჩემი პირადი ჰიგიენის ნივთები ამომეწურა.
ჯანდაბა დიანა, ზალინას გამოვართვი. არა მადლობა კნოპა, ზალინას არაფერს არ გამოვართმევ. ყველაფერი იმ სახლშია. დიანა, ამბობ რომ იმ სახლში უნდა დაუბრუნდეთ? გოგოებო, ბოდიში, მაგრამ მართლა მჭირდება, სხვა გზა არ მაქვს. კარგი, ქალაქ გარეთ სახლში. მეგობრებო, მოდით ერთმანეთი დავუწყოთ და შევეძლოთ წავიკითხოთ მტრების წინააღმდეგ. ჩვენი სახლი სასახლეა. ჩვენ ერთად ძალა ვართ. უცხოს არავის შემოუშვებთ, დავხურავთ ფანჯრებს და კარებს. მეგობრებო, სახლში ვერავინ აღარ შემოვა, ყველა ფანჯარა და კარები ჩავკეტეთ. ხო? გამარჯობა. პირადი ჰიგიენის ნივთები ხომ არ გინახავთ? გოგოებო? გოგოებო, დროზე მიეცით რაც უნდა წავიდეთ. ყველაფერი გასაგებია გოგოებო, შოკში არიან. კარგი, შევიდეთ ჩვენს ძველსაძინებელში და იქნებ იქ იყოს რომელიმე კარადაში. კარგი, ახალი შელოცვა გჭირდება. არა, მასწავლებელ მაიკ, უკეთ უნდა ჩავკეტოთ კარი. თუ რამე გაქრება ჩვენი ოთახიდან, მოგვიანებით ვუჩვენებ, საერთოდ არ მეშინია მათი. კარგი გოგოებო, დაწყნარდით, მამაცები არ ხართ. მე ბაჭიების არ მეშინია. იცით რა, პრობლემა თქვენშია, რომ გეშინიათ. კარგი გოგოები არიან. გოგოებო, რაც მჭირდება, იმას ავიღებ და შეგვიძლია წავიდეთ. ჯანდაბა, ცარიელია. ჯანდაბა, გოგოებო, ეს ოთახი რა მაგარია, განათებული და დიდი. ხო, ზომბების სახლივით საერთოდ არ არის, ის ხომ ჩაბნელებული და საშინელია. გოგოებო, რა პრობლემაა? გინდათ რომ აქ დავრჩეთ? გოგოებო, წარმოიდგინეთ, ჩვენი მაკიაჟი გამოიყენეს ბაყაყებმა. ნახეთ რა, ეს თხები, ყველაფერი გამოიყენეს და დაცალეს. გოგოებო, რატომ ხეთხართ? ჩვენი ნივთები უნდა წავიღოთ. დიანა, ამ ღამეს ვერ წავიღებთ. რაც გჭირდება, ის აიღე და წავედით. კარგით, გოგოებო, აქ არ არის ჯანდაბა. გოგოებო, ვიპოვე. კარგი, წავედით. ხო, იმიტომ რომ არ ვიცით რას ფიქრობენ. ხო, ჩვენი ძალიან ეშინიათ. ნახვამდის ჩვენო ოთახო, ძალიან მოგვენატრები. კარგი, მორჩა, კიდევ ერთი საათი თუ არ მოვლენ, ავდგები და დიანას პერსონალურ დღეურს წავიკითხავ. არა, ზიპ, დღეური არ უნდა წაიკითხო. ყველაზე ცუდი რაღაცა რაც შეიძლება გააკეთო. ზიპ, ეს შენ შეყვარებულის პირადი სივრცეა, არ შეიძლება. პირადი სივრცე ხო? მაშინ ჯობდა სახლში თავის დროზე დაბრუნებულიყვნენ. არავინ არ ვიცით იქ რა ხდება. იქნებ ქარიშხალია, ნერვიულობ. ზიპ, ნუ ნერვიულობ, არ უნდა ინერვიულო, თორემ ჯანმრთელობას გაინადგურებ. კარგი, მაშინ წავალ და მოვუწებდი. გამარჯობა. ბოდიში რომ დაგვაგვიანდა. იქ ისეთი რაღაც მოხდა. ხო, საერთოდ ყველას ეშინოდა ჩვენი. ის ეშინოდათ უცნაურ რაღაცეებს აკეთებდნენ. აი აქ ხართ. დიანა, ამდენი ხანი რატო ვარჯიშობთ ხოლმე? აქ ყველას გვანერვიულებთ. ბიჭებო, ყველაფერი კარგადაა. რა განერვიულებთ? თქვენნაირები ვართ. აღარავინ შეეხება გოგოებს. ხო, დღეს თავი საშინელი რაღაც მეგონა. ხო, ყველა ისე გაგურბოდა, თითქოს ტარაკნები ყოფილიყავით. კარგი, ახლა იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ უსაფრთხოდ ხართ. მაგარია, ახლა შეიძლება დავისვენოთ? ხო, ძალიან დავიღალეთ. დღეს აქ დავიძინებთ ისევ რა. კარგი ძილინებისა, დილით იცოდეთ გაგაღვიძებთ. დიანა, ტკბილი ძილი. ნასია, ტკბილი ძილი. კნოპა, ტკბილი ძილი. გოგოებო, დასვენება ძალიან მჭირდება. გოგოებო, არ გინდათ რომ სახლში დავბრუნდეთ? მერი, დაიძინე. ბავშვებო, წარმოიდგინეთ, გოგოები და მე დღეს იმ სახლში შევედით, ჩვენს ძველ საყვარელ თბილ ოთახში. ხო, ძალიან მოგვენატრა, მაგრამ აქაც არა უშავს. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ, დავიძინოთ და დავისვენოთ. წავედით, კარგად. ძლივს დავიძინებთ. გოგოებო, დამეხმარეთ, გავშალო ეს. ეს უნდა გადავიტანოთ. გოგოებო, კარგი, დავიძინოთ.